ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის მცდელობა ბიზინა ივანიშვილის მხრიდან, რომ საქართველოს აქციოს ბელორუსის, აზერბაიჯანის, რუსეთის მსგავს ქვეყნად და შეიძლება ეს რაღაცნაირად ტრივიალურია, უკვე ყველანი ამას ვლაპარაკობთ და ამის კონსტატირებას ვცდილობთ, მაგრამ რეალურად აი განსაკუთრებით კი აი ამ დაჭერების ფონზე ზურა ჯაფარიძის დაჭერის დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საქართველოში კვდება პოლიტიკას კლავს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ პოლიტიკური მოღვაწეობის გამო იჭერს, ატყვევებს და უშვებს ციხეში. ჟურნალისტს იჭერს იმისათვის, რომ ჟურნალისტი ყვება მართალ ამბავს საქართველოზე და მათ დანაშაულებზე, ქართული ოცნების დანაშაულებზე. მზია ამაღლობელს ჩვენ ახალგაზრდებს, საამაყო ახალგაზრდებს იჭერენ, იმიტომ რომ მათ უყვართ საქართველო და მათ უნდა დამოუკიდებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ნონსენსია, ანუ ყველაფერი არის თავდაყირა, დაყენებული, იმიტომ რომ დიქტატურის კლასიკური თან რუსული ყაიდის დიქტატურის მოდელი ამას ნიშნავს, რომ საუკეთესოები უნდა გაანეიტრალონ, საუკეთესოებს უნდა შეუზღუდონ გამოხატვის და ფუნქციონირების შესაძლებლობა და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს იქცეს იმად, რაც დასაწყისში ჩამოვთვალე. არ ვიცი, რამდენად ამას ბევრი აცნობიერებს დღეს საქართველოში, რამდენად დღეს საქართველოში ბევრი აცნობიერებს, რომ ესენი არიან რუსები. პოლიტიკური რუსები, ეთნიკურ, ასე ვთქვათ, მახასიათებლებს აქვს მნიშვნელობა არა აქვს და 26 მაისით ენდება ხვალ და ქართული გვარები ჰქონდათ ერჯონიკიძესაც, მახარაძესაც და სოსო ჯუღაშვილსაც, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მათ რუსული საქმე გააკეთეს 100 წელიწადზე მეტი ხნის წინ და რუსები იყვნენ, წითელი რუსები, წითელი ბოლშევიკები. ივანიშვილი არის რუსული მოვლენა, 26 მაისი არ არის მათი დღესასწაული, 26 მაისი არ არის რუსი ოფიციოზის დღესასწაული და აბსოლუტურად ყალბები არიან ისინი, თავისთავად ცხადია. 26 მაისი არის სახალხო დღესასწაული, სახალხო ეროვნული დღესასწაული და ასეთიც იქნება ხვალ. ასეთიც იყო შარშან, გახსოვთ რომ 26 მაისს რამხელა მართლაც მდინარემ ჩაიარა ჭავჭავაძის გამზირზე და არა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლესთანაც იყო იქ დემონსტრაცია, მაგრამ მეც ამ მარშს გავყევი ჭავჭავაძეზე, რომელიც რაღაც უკიდეგანო მარში იყო 26 მაისის, ასე ვთქვათ, აღსანიშნავი და ძალიან ბედნიერი დღე იყო, მაგრამ ბრძოლის ნაწილი უკვე რამდენი ხანია ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება, რამდენიმე ეტაპი აქვს ამ უწყვეტ პროტესტს, მაგრამ ეს იმას მიუნიშნებს, რომ მიუხედავად აი ამათი მცდელობებისა, რომ პოლიტიკოსები დაიჭირონ ისევ და ისევ, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტიკოსები და ოპონირებას უწევენ რუსულ რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ჩვენს დაშინებას, ჟურნალისტების გამომწყვდევას ციხეში და გამომწყვდეული ყავთ მზია ამაღლობელი, გამომწყვდეული ყავთ შესანიშნავი ჩვენი ახალგაზრდები, ანდრო ჭიჭინაძე, ზვიად ცეცხლაძე, რომელი ერთი გიორგი ახობაძე, ვეფხია კასტრაძე, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ხო? ეს გმირები ნამდვილად. ეს ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ხშირად რაღაცნაირად ისეთი განცდაც მიჩნდება ხოლმე, რომ ვერც ვაცნობიერებთ სინამდვილეში რამდენად გამძლეები ვართ ჩვენ. ანუ ეს შარშანდელი მარში ვახსენე, შარშანდელი 26 მაისიც იყო შედეგი, გახსოვთ, გაზაფხულის რამხელა და რამასშტაბური აქციების. შემდეგ აი ეს ერთწლიანი ვეებერთელა დემონსტრაციები, გუშინდელი ოფენიარი და დღესაც რამდენი ხალხია, რუსთაველიცაც რამდენი ადამიანი დადის, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპში პოლიტიკური რიტუალის აღსასრულებლად, რომ გამოჩნდეს ყოველდღიურად, რომ პროტესტი უწყვეტია. ხომ? და აი ეს ხალხი, რომელიც ახლა ხვალ ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას გულისხმობ, რომლებიც
ფარისევლურად, აბსოლუტურად ფარისევლურად დაიკავებენ ტრიბუნას და 26 მაისი იცით რა არის? არ არის ტრიბუნების დღესასწაული. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული, ადამიანური გამარჯვების დღესასწაული. 26 მაისი შემთხვევითი არ არის, ხომ სიმბოლურია ეს თარიღი, იმითაც რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი ამ თარიღის მეხსიერებას ატარებდა ლაგერებში და გადასახლებებში და სხვა დისიდენტებთან ერთად და ჩვენს ემიგრანტებთან ერთად, რომელთაც შეინარჩუნეს და შეინახეს განძივით, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი უფრთხილდებოდა ქართულ განძს, რომელიც ხელში არ უნდა ჩავარდნოდათ ბოლშევიკებს და რუსებს და ნაწილი მაინც მოახერხეს და გაიტანეს და გაძარცვეს საქართველოს და მოსკოვში გადაიტანეს. აი ასე, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი უფრთხილდებოდა ჩვენს განძს, ასე უფრთხილდებოდნენ 10 წლეულების განმავლობაში 26 მაისის იდეას საქართველოში და მოიტანა ამ იდეამ დღევანდელი თაობაც, აი ეს ახალგაზრდებიც და ახალი თაობა, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს თაობა არის ეს თაობა, ხომ ეს არის ახალი საქართველოს თაობა, ხო, ახალდაბადებული საქართველოს თაობა, რომელიც დაიბადა 91 წელს, ერთი მხრივ 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენით და მეორე მხრივ აი ამ დიდი ძველი ასლოვანი დამოუკიდებლობის აღდგენით. ესენი ბუნებრივი არ დათმობენ. ჩვენ ახლა ვიცით ამათ რა დამოუკიდებულება აქვთ ქართულ ოცნებას, ჩვენ ყოველ 26 მაისს რატომღაც ეს სამწუხარო დანამატად იქცა ჩემთვის, ჩემი მეხსიერებისათვის, როგორ ნავარდობდა დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი კობახიძე აუზზე და მე ასეთი გროტესკული ფრაზა თქვა მისი ფსიქიკისთვის და ქცევისთვის დამახასიათებელი სინამდვილეში, რომ მე სტატუსით არ მეხებოდა, იქ დგომაო, გახსოვთ ეს. სინამდვილეში გულწრფელი იყო ძალიან. გულწრფელი იყო. ასევე ანა ისტორიაზე ვლაპარაკობთ, ხომ? ჩვენ ხომ გვახსოვს და ხშირად ისტორიკოსებს მოყავთ ეს მაგალითი და ხვალაც დარწმუნებული ვარ ეს ბევრ ღონისძიებაზე ეს ლექციები იქნება წაკითხული. 26 მაისი აღნიშნა ორჯონიკიძემაც და ფილიპე მახარაძემაც. 1921 წელსაც მაისში, თებერვალში უკვე საქართველო ანექსირებული იყო. 26 მაისი აღნიშნეს ბოლშევიკებმაც, ასეთი მათი ბეშტურმა ორგანომ, ასეთი ბოლშევიკურ გაზეთში ასეთი წარწერაც იყო, გილოცავთ დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ბოლშევიკები ულოცავდნენ ვითომ და ხალხს, რომელიც ჯერ არ უნდა მიმხვდარიყო, რომ დამოუკიდებლობა დაკარგა. იმიტომ რომ მაშინ ხომ ნაწილი საზოგადოების ვერ ხვდებოდა, რომ დამოუკიდებლობა იკარგებოდა, დიახ. კი ბატონო, ესეც იგივეა ამის თქმა მინდო და უბრალოდ. კი ბატონო, აი თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ ესეთი ფრაზა თქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაინახოს, რომ ესენი ქართულ ოცნებას გულისხმობდით არიან პოლიტიკური რუსები, ნამდვილი რუსებიო, ხო? და სწორედ აი ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ კითხვა. ყველაზე მეტად ალბათ აი იმ რეალობის დანახვა, რაზეც თქვენ საუბრობთ, უჭირს სწორედ მათ ამომრჩეველს, ხომ? არ ვიცი, მათ მხარდამჭერს, შეიძლება გულშემატკივარს თუ ასე შემდეგ. ვინც ყავთ რა რაოდენობაც არ უნდა იყოს თუნდაც დღეის მონაცემებით. აი როგორ ფიქრობთ, აი რა სჭირდებათ მაშინ ან სად შეიძლება გამოინახოს, არ ვიცი, საკომუნიკაციო სივრცე ან ადგილი, სადაც მაგალითად აი თქვენს მოგისმენენ ეს ადამიანები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ უყვარდეთ, საერთოდ არ მოწონდეთ, არც თქვენი გულშემატკივარი არ იყოს პირიქით, ივანიშვილის მხარდამჭერი, აი ასეთ ადამიანებმა როგორ უნდა დაინახონ რეალურად ვისთან აქვთ საქმე, როგორ ფიქრობთ ბატონ ლაშა, რა ტიპის სამუშაოა აი ამ კუთხით თუნდაც გასაწევი, იმიტომ რომ ფაქტია, როგორც არ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება, თუნდაც ხელისუფლება, ეს ხალხი ვერსად ვერ გაქრება, ხომ? ისევ ოცნების ამომრჩეველს გულისხმობ. აი ამისთვის რა არის საჭირო? ცხადია. იცით რა არის ეს საკმაოდ რთული შეკითხვა, იმიტომ რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ და ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, იმ საოცარი შესაძლებლობების პირობებში, სადაც ხდება ადამიანთა მანიპულირება იმის და მიხედვით თუ რა ტიპის რეალობის დაჯერება უნდათ ადამიანებს, ძალიან რთულია რომ შეაღწიოს მართალმა სიტყვამ ამდენ ტყუილში და ამდენ ფალსიფიკაციაში. პოპულიზმი, პოლიტიკოსები პოპულისტები არიან, ეს
ხშირად ამ ტერმინს ჩვენ ნეგატიური კონოტაციით ხმარობთ, მაგრამ ხო, პოპულიზმი თანამდებია პოლიტიკის, მაგრამ აქ ეხლა რაც ხდება რა რეალობაში ჩვენ ვართ, ეს უკვე პოპულიზმის მიღმა. ეს არის ძალიან სახიფათო манипуляციები და სინამდვილეში ის რომ გაჩნდა სხვა და პოლარიზაცია არის უმთავრესი რამ, რაშიც წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა იდება ივანიშვილისა და რუსული FSB-ს მიერ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი, რომ ჩვენ ვერ გავიგონოთ ერთმანეთის ხმა, რომ ჩვენ ვძულდეს ერთმანეთი. ამაში დებენ, ესენი რესურს ხარჯავენ. რუსეთი ხლეჩს კი არ აერთიანებს. ხომ და ივანიშვილიც ხლეჩს არ აერთიანებს თავისი ძალაუფლებისა და კაპიტალის შენარჩუნების მიზნით. ამიტომ ძალიან რთულია რომ ეს მოჯადოებული სივრცეები, სადაც კაპიტალიზება ხდება, სწორედ სიძულვილის, აი აქ შეაღწიოს სიტყვა, იმიტომ რომ თქვენ როგორც ახსენეთ, მე თუ ვიღაცას არ ვესიმპათიურები, რბილად რომ თქვა, რაც არ უნდა, მე ვისაუბრო სახარების ენით და ოთხთავის ენით, ჩემსას არ გაიგონებს და არ გაიგონებს მათ შორის იმიტომაც რომ პროპაგანდა არ მისცემს საშუალებას, რომ მე ან თქვენ ან ნებისმიერმა სხვამ პოლიტიკოსმა, თუნდაც ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დაიჭირეს, იმიტომ რომ პოლიტიკოსია ვიმეორებ, რომ ზურაბ ჯაფარიძე მიმართოს აი ამ აუდიტორიასაც. ჩვენ რატომ ვიბრძოდით და გრძელდება დღესაც ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის გათავისუფლებისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ თავისი განსხვავებული თუნდაც მართალზე და ჭეშმარიტზე, მოდი ნუღარ ვილაპარაკებთ, განსხვავებული მოსაზრება მიუტანონ, რომ არსებობს რაღაც ალტერნატივა, რომ სხვანაირიც არის რეალობა. ჩემზე თუნდაც ამ დღების განმავლობაში ბოდისვიხთი სუბიექტური პირადი მაგალითი რომ მოვისმინე 1000 სისაძაგლე პროპაგანდისტული ეთერებიდან, ხომ? და ღმერთო ჩემო, მარტივი ბანალური შეკითხვა მიჩნდება, აი ამ არამზადა, ახლა სანქციებში რო და კიდევ უფრო სანქციების სიაში მოხდება, რუხაძე, ხო, რომ ლექციებს რომ კითხულობს, ისევ და ისევ პროპაგანდისტული მიზნებით, რომ ვითომ და ტელევიზია, რომელიც იცავს რაღაცა თავის პოლიტიკურ რაღაცა ასე თქვათ სამართლიანობის მისეულ ასე თქვათ სტანდარტებს თუ რაღაც არც ვიცი, ხომ? რატომ არ შეიძლება რომ მე ჩამთომ პირდაპირ ეთერში და ვუპასუხო იმ ტყუილებზე და ცილისწამებებზე, რასაც მიაღვარი მოდის. ეხლა ხო ძალიან გულუბრყვილო და ინფანტილურ შეკითხვას სვავ, სწორედ ეს არის პროპაგანდის და პროპაგანდისტული მედიების მიზანიც, რომ ჩვენ ვიყოთ სრულად დამუნჯებულები, მხოლოდ მათი ინტერპრეტაცია რეალობის იყოს რეალობა და ის რეალობა, რომელიც ობიექტურია და რომელიც ტრაგიკულია და რომელიც შეიძლება დადგეს აი ამ რეალობის ტრანსპარენტულობის გაცხადების შესაძლებლობა არ მოგცეს. არაძლევენ პოლიტიკოსებს არ უძახიან უკვე წლებია ოპოზიციიდან გულისხმობ აი ამ ყველაზე დიდ მედიებში, რომელიც ყველაზე მეტად ურეცხავენ ტვინს ხალხს. ჩვენზე და საზოგადოების წარმომადგენლებზე ლაპარაკი არ არის, მედიის წარმომადგენლებზე ლაპარაკი არ არის, ხომ? აი იმიტომ რომ კაპიტალი აქიდება, ივანიშვილი აგდებს თავის რესურსს. გავიხლიჩოთ მტრის ხატები, გვძულდეს ერთმანეთი და შემდეგ აი ამ ამღვრეულ ქაოსში, აი ასე ვთქვათ, მოდით პრინციპში ქართული ოცნების მხარდამჭერიც, ხომ, რამდენიმე ასე ვთქვათ მოდელით შეიძლება რომ დავყოთ, არიან ნამდვილად რუსეთუმეები, რომლებიც უბრალოდ რუსეთის მხარეს არიან და ამას ყველაფერს აკეთებს იგივე პროპაგანდისტული ტერიარხები, რომ რუსეთს უგულშემატკივრონ, ანუ ჩვენთვის სასიცოცხლოდ სახიფათო ქვეყანას, სახელმწიფოს, რომელიც უბრალოდ თუ კი პირისპირ დავრჩებით მასთან, რასაც ივანიშვილი ცდილობს და აკეთებს, უბრალოდ ორ დღეში აღარ იარსებებს საქართველოს, თუ კი საქართველოს ზურგს არ გაუმაგრებს დასავლეთი. ეს ხომ მოხდა უკვე 1921 წლის თებერვალს. ეს ხომ მოხდა, როდესაც საქართველოს მარტო დარჩა ბოლშევიკური რუსეთის წინაშე, რუსეთმა შთანთქა საქართველოს მთელი 70 წლით და გავიგე რომ გადასარევად იქეიფა ვიღაცა დეგენერატმა, უკაცრავად კრებითმა ქართველმა 70 წლის განმავლობაში და სადღეგრძელოებისმა როგორ უყვარდა საქართველოს და მათ შორის ყველაზე დიდი სადღეგრძელოების მთქმელები, ყველაზე დიდი კაგებეშნიკები იყვნენ. რუსეთის სამსახურში მყოფები. გავიგე რომ ეს მათი ბედნიერებაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ბედნიერება, ეს არ არის მომავლის გადარჩენის
მოდელი არც ახალგაზრდებისათვის, არც ჩვენი მშობლების თაობისათვის, არც შვილების თაობისათვის და არც მომავლისათვის ეს ანომალია, არანორმალურია. ამიტომ სად შეიძლება სივრცე ვნახოთ? სივრცე დაკავებული აქვს ივანიშვილს მედია სივრცე, მაგრამ ჩვენი ბრძოლის აი თუნდაც ეს 14 პროტესტი გულისხმობს აი ამ სივრცეების ერთი მხრივ წართმევას და მეორე მხრივ პირდაპირ უშუალოდ დაკავებასაც. ამიტომ ის თუ რამდენადაც არ უნდა ეცადონ ჩვენ გაჩუმებას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მართალი სიტყვის თქმა. კი, იცით რატომ გეკითხებით ბატონ ლაშა, რომ აი ფინანსურად ივანიშვილის დამარცხება რთულია, ადმინისტრაციული რესურსით, ძალით და ძალადობით ბუნებრივია წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, ხო? მთელი ძალოვანი სტრუქტურა მას ემორჩილება. და აი პროპაგანდა არის ის ალბათ რაშიც შეგვიძლია შედარებით ალბათ უკეთესი წინააღმდეგობა გავუწიოთ. ლაპარაკი, საუბარი, სიმართლის თქმა არის ალბათ თავარი, რაც გვევალება თითოეულ ჩვენგანს, მეც მათ შორის როგორც მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტს პირველ რიგში, ხო, მედიის წარმომადგენელს და აი ამიტომ ვკითხულობ, ხომ არ არის ამ კუთხით უფრო მეტად მუშაობა გასაძლებელი, იმიტომ რომ ფულსში კონკურენციაში ვერ შევა, ძალადობაში კონკურენციაში ვერ შევა და აი რაღაცა მაინც რომ გამოვაცალოთ ამ ადამიანს, იქნება ამ ხარდამჭერი არ ვიცი, ამომრჩეველი, მაინც თუნდაც აი საუბრით, რაღაც შეიძლება ცოტა ისე გეღიმებათ ეხლა. ძალიან რაღაც ისეთ რაღაცას ვამბობდე, მაგრამ არ მეღიმება, არა, პრინციპში მნიშვნელოვან რაღაცას ამბობთ, მაგრამ ეს არის ის, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ხომ? ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა საქართველოსათვის, ხომ? თქვათ, მედიამ ვისაუბროს და საუბრობს კიდეც პოლიტიკოსები, ამიტომაც აკავებენ და იჭერენ პოპულარულ პოლიტიკოსებს, რომ მეშინიათ მათი. იმიტომ რომ მათ აქვთ, ასე ვთქვათ, გავლენა საზოგადოებაზე. ზურა ჯაფარიძე იგივე რომელიც ძალიან პოპულარულია და ყოველთვის რაღაცნაირად გამაერთიანებელის როლი ჰქონდა და აქვს კიდეც. არასოდეს არ არის კრიტიკული და აგრესიული, თქვათ, თუნდაც ოპონენტის მიმართ, ყოველთვის ცდილობს რომ ჰქონდეს არგუმენტები და ეს ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც გარკვეულ და სხვებიც საზოგადოებრივი ჯგუფების და ასე შემდეგ, რომლებიც პირიქით რაღაცნაირად იზიდავენ ადამიანებს. ნუ ახლა ჩემ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. ბოდისვიხტი ისევ რომ სუბიექტური მაგალითი მომყავს, მაგრამ ვცდილობ რომ ვწერო თუნდაც საქართველოს იმგვარი ისტორია ისე აღწერო, თუნდაც ბოდისვიხტი მართლა იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი და თქვათ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთობრივი ნაშრომია, მაგრამ უბრალოდ იმიტომ რომ აქტუალურია ეს. დავწერეთ წიგნი საქართველოს იოსებ სტალინის წინააღმდეგ, ხომ? სადაც მთლიანად შევეცადეთ რომ აღგვეღწერა სინამდვილეში რამხელა ისტორიული დანაშაული აქვს ჩადენილი სტალინს და რამხელა რიხვული სინამდვილეში დანაშაული აქვს ჩადენილი აი პირველ ბოლშევიკებს, რომლებიც ბედნიერები იყვნენ საქართველოს რო იპყრობდნენ და რუსეთს რო უერთებდნენ და შემდეგ პირველები ისინი მოიცელენ საბჭოთა რუსული ტერორის პირობებში. აი ამას ვყვებით, ხომ ეს უნდა მოუყვეთ, ეს ამბები უნდა ვაკითხოთ, უნდა ვიკითხოთ, უნდა ვისაუბროთ. ჩვენ იარაღი ეს არის სიტყვა. ანა, ბოდიში ისმის? მე მგონი გავითიშე. კი, ბატონ ლაშა, ისმის თქვენი ხმა. უკაცრავად ხმა არ მომდიოდა, უკაცრავად ხმა არ მომდიოდა, უკაცრავად. ცოტა შიშინი მესმის ყურში, ვერ ვარჩევ სუფთა დრას მეუბნებით და ამიტომ ვცდილობ ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას, მაგრამ ამას მივხედავთ ეშველება. შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ ბატონ ლაშა, მანამდე სანამ რაღაც ჩემ ყურთან მოგვარდება ეს ტექნიკური პრობლემა, მანამდე კითხვას დაგისვამ და ეს შეკითხვა მინდა დავსვა პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. თქვენ ზურაბ ჯაფარიძე მახსენეთ და ბოლო ორ კვირაში აი 50-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმართა 100-ას შეემატა ირაკლი ორქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რა ვიცი, რიგში არიან ისეთი მოცემულობა გვაქვს, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ ბატონ ლაშა, აი რაში სჭირდება ივანიშვილს, რომელსაც არ ვიცი, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არ აქვს კარგად საქმე, არც კარგი ურთიერთობა პარტნიორებთან და ასე შემდეგ, კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება ახლა უკვე პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაკავებით. აი რა გარემოს ქმნის აი ყველანაირ მეთოდს მიმართა, ხომ არ ვიცი, დაშინების, რეპრესიის, კანონი იქნებოდა ადამიანების დახვედრა სახლებთან, მათი გინება პირდაპირ მნიშვნელობით თუ დაკავება ახალგაზრდა ბიჭების, ბავშვების და ახლა ზედ დამატებული კიდევ პოლიტიკური ლიდერები. აი რატომ, როგორ ფიქრობთ, რაზე რეაქცია და რეაგირება არის ეს ივანიშვილის მხრიდან?
იმიტომ რომ ლიდერები არიან. ანა, ჩვენ თვითონ ვაძლევთ ამაზე პასუხს, ხო? იმიტომ რომ ზურა ჯაფარიძე ლიდერია, ის ცდილობს დიქტატურა, ავტორიტარიზმი ხო სინამდვილეში უაღრესად პრიმიტიულად მოქმედებს, ხო? სადაც კი ხედავს მიზიდულობის ცენტრს, სადაც კი ხედავს ძალის შესაძლებლობას, ენერგიას, სადაც ხედავს, ცდილობს ამ ენერგიის განეიტრალებას. ეს ტიტუშკები იქნება დახვედრები თუ აგრესია, ეს არის მიმართული უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ან ვისაც შეუძლია დამატებითი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა საზოგადოების ისეთი ფენებისათვის, რომელიც თუნდაც თქვენ ახსენეთ წინა შეკითხვაზე, აი ნეიტრალური, ასე ვთქვათ, პირობითი ობივატელი ან დაბნეული ან ასეთი ან ისეთი, ხომ? ირაკლი ოქრუაშვილი ადამიანი, რომელიც ნამდვილად შეუდრეკელია, ვერ შეაშინეს, არ შეეშინდა, ეს მაგალითია სხვებისათვის, თვითონაც მაგალითია პერსონალურად და სხვისთვისაც მაგალითია. ზურა ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია, ნიკა გვარამიაც ლიდერია, მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, ფაქტია, წინააღმდეგობის გაწევის, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივე ნიკა მელია თუ პოლიტიკოსებს ვასახელებ, ხო ამ შემთხვევაში შენ საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან გარკვეულ ენერგიას, ქმნიან გარკვეულ ფორმებს არაძალადობრივი ცალსახად, ხო? ვინმეს უნდახავს ზურა ჯაფარიძე ძალადობრივ მოდელობაში, რამდენჯერ დაესხნენ მას თავს თუნდაც ჩარშან, როდესაც აი ამ ტიტუშკებს გვიქცევდნენ და სხვადასხვა, ხომ? რამდენჯერ ან მის ძმას დახვდნენ და ასე ვთქვათ, ფიზიკურად მას თავს დაესხნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ხშირად ვამბობ ამ ბოლო დროს ასე ვთქვათ რაღაცა განცდა მაქვს, რომ ჩვენ სინამდვილეში ჩვენი ბევრად უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე ჩვენ ვართ საშიშები. ჩვენ საერთოდ გონია რომ ხშირ შემთხვევაში ვფიქრობთ რომ აი რაღაცა განცდა გვაქვს რომ რაღაცა შეუდრეკელი, ჩაკეტილი, რკინის რაღაცა გალია თუ საფარია თუ ზარხუფი ამ ივანიშვილის დაცულობას, რომელიც გულისხმობს. ასე არ არის. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, უბრალოდ ჩვენ გარკვეულწილად, გარკვეულ ლიმიტთან მივედით, მოდი გნებავთ ეს თუნდაც კრიტიკულად რომ გავაანალიზოთ ჩვენი პროცესი და პროცესში ვართ, ეს პროცესი ხო გრძელდება კლავაც. ჩვენ გარკვეულ ზღვართან მივედით, რომ დავინახეთ, რომ ჩვენ წინაშე დგას 10,000-ები კი ვართ, მაგრამ ჩვენ წინაშე დგას შეიარაღებული ადამიანი, კაცი იარაღით, რომელიც ზალადობს, რომელიც ტკივილს განიჭებს, რომელიც გდევნის, სადაც გაჯარიმებენ, სადაც გიჭერენ ისევ და ისევ ფრანც კაფკასეული პროცესის მეტაფორა რომ მოვიტანო, კაფკიანურია მოდელის მიხედვით, როდესაც დანაშაული არ ჩაგედენია და თვითონ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებას ჩადის დანაშაულს და იგონებს, რომ თითქოს და დანაშაული არის არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ევროპეიზაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება უპირველეს ყოვლისა რუსეთისაგან, რუსეთია მთავარი გამოწვევა ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი ეგზისტენციის, ჩვენი არსებობის, ხომ? აი ამ ზღვართან მივედით. აი ამ ზღვართან მისვლის გამო შესაძლოა ჩვენ გაგვიჩნდეს განცდა, რომ რაღაცა შეუძლებელი ხდება. არა, ჩვენი ბევრად უფრო ეშინიათ, ვიმეორებ, ვიდრე ჩვენ გვჯერა ხშირად ჩვენი უნარების. თუმცა ეს კიდე ძალიან სერიოზული საკითხია სამჯელოდ, ეს პრინციპში ისეთი ამ პროტესტში ფსიქოლოგიური ფაქტორი გარდა ფიზიკური გამძლეობისა მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკვე ვადაპტირდით. როდესაც მე ვიხსენებ თუნდაც შარშანდელ მარშს, ანა ისევ და ისევ 26 მაისი, წარმოიდგინე ერთი წელიწადი გავიდა და კიდევ უფრო მეტი ის შარშანდელი 26 მაისიც იყო გაზაფხულის აქციების კულმინაციური თავი. ხო, მაგრამ ბატონაშა, იმდენად ხომ არ ვადაპტირდით, რომ ცოტა მივეჩვიეთ. არ მახსენდება. არა, არ მივეჩვიეთ, უბრალოდ გარკვეულ ჩვენ არ მივეჩვიეთ, შეგუება მნიშვნელოვანია. ნუ ხლიცით რა არის? ჩვენი ემოცია, ხშირად ემოცია არის ინსპირატორი რეალობის, ხო? ესეთ შოპენჰაუერის დიდი გერმანელი ფილოსოფოსის აზრი, როგორი განწყობაც გაქვს, ბოლო-ბოლო სინამდვილეც ასეთია. ეს კიდე ცალკე სამჯელო საკითხია, მაგრამ მე შეგუების მაგალითს ვერ ვხედავ. რას ვუყურებთ ახლა, რომ თუნდაც ჩვენი სინდისის პატიმრები შეგუებულები არიან, არა, ან როგორც
წერილებს წერენ, ან როგორი გამოსვლები აქვთ, ან როგორი თავდაჯერებულობით არ აღიარა, არ დაემორჩილა ივანიშვილის აბსოლუტურ დიქტატორულ და რუსულ წესებს, იგივე ირაკლი ოქურაშვილი იქნება ეს თუ ზურა ჯაფარიძე თუ სხვები ჩვენ დავინახეთ ეს, ხომ? უბრალოდ თქვა იგივე თუნდაც რუსთაველზე მე მომისმენია რომ აი თქვა აი ახლა ოპენიარზე ამდენი ხალხია და რუსთაველზე რატო არ არის ამდენი? რუსთაველზეც არის. ანა მგონი აღარ არის ეთერიდან. არა, მე გისმენთ, ბატონ ლაშა, ყველაფერი კარგადაა გისმენთ, თქვენ გაგეთიშათ, მე მგონი, კი ბატონო, ხელახლა დავუკავშირდებით ჩვენ ბატონ ლაშას და ვეცდებით რომ მოვისმინოთ მისი აზრი დაასრულონ, რისი თქმაც უნდოდა, როცა გვეყოლება ბატონ ლაშა ხაზზე, ჩვენ მას დაუბრუნდებით, შეგახსენებთ ლაშა ბუღაძე წერალი არის სწორედ დღის ამბების ეთერის სტუმარი. და ჩვენ კიდე გვაქვს რამდენიმე წუთი იმისთვის რომ მოვისმინოთ ბატონი ლაშას პოზიცია. მცირედ ტექნიკური ხარ მე მგონი ვახერხებთ რომ დაუკავშირდეთ რაღაც ტექნიკურად ვალაგებთ ამ ამბავს. და იმედი გვაქვს რომ დავუკავშირდებით ჩვენ სტუმარს. კი ესმის დიახ ბატონ ლაშა, თქვენი ყველა სიტყვა ისმოდა ეთერში, უბრალოდ თქვენთან გაწყდა კავშირი, ამიტომ გავაგრძელოთ რუსთაველის გამზირი და რუსთაველის გამზირის პროტესტი იყო ბოლო სიტყვები, რა დროსაც უკვე გაითიშა რომ საუბრობთ ადაპტირებაზე, აი რომ ადაპტირდით აი ამ რეჟიმის რაც არის ძალადობას, ისასტიკე და რომ ეს არის რაღაცა შეგუება და არა მიჩვევაო, ამას მისწორებდით თქვენ. კი არა, იცით რა არის, ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ არ მგონია რომ ეს იყოს იმგვარი ტიპის ადაპტაცია და არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება, იმიტომ რომ იცვლება, ყოველდღიურად იცვლება ყველაფერი, არა მხოლოდ ჩვენ რეალობაში, არამედ მსოფლიოშიც და დინამიკური პროცესია. ჩვენ ნამდვილად არ დაგვმართნია ის და არც დაგვემართება და ღმერთმა ნუქნას, რაც დაემართა საბრალო ბელორუსებს, რომლებიც გაჩერდნენ და შეეგუენ და ადაპტირდნენ და მომენტი გაუშვეს ხელი. მომენტი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია საერთოდ ავტოკრატიიდან დიქტატურაში გადაცვლის ეტაპები აი ეს მომენტი როდესაც ეპარება საზოგადოებას მე ყველაფერი გვიანდება ეს მომხდარა სალაზარის დიქტატურის დროს პორტუგალიაში შავი პოლკოვნიკების დიქტატურის დროს საბერძნეთში სხვა ეპოქაა 70-იანი 30-იანი წლების ბოლოა და სხვა მაგრამ თვითონ ქცევა საზოგადოების როდესაც ვიღაცას გონია რომ გულგრილი არის ამ პროცესების მიმართ ან ფიქრობს რომ დღევანდელი დღით ფიქრობს და თქვა ცოტათი ინტელექტია საჭირო რომ დაინახო 2 დღის მერე რა მოხდება ან თუნდაც რაც მოხდა 21 წელს ჩვენს რეალობაში სადაც ისევ და ისევ საკმაოდ ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა ეგონათ რომ ერთ-ერთი მორიგი ტრანსფორმაცია ამ ბოლო წლებში პოლიტიკური და ერთმა პარტიამ ჩაანაცვლა მეორე პარტია რაღაც ასეთი პრინციპში, ხო? აი ეს მომენტი ჩვენ არ დაგვდგომია და არც დაგვიდგება, იმიტომ რომ ჯერ ერთი საქართველო არის გლობალურ პოლიტიკურ პროცესებთან ბმულობაში, რუსეთს არ აქვს, რაც არ უნდა ითქვას, გამოფიტვის, ასე ვთქვათ, ომის ლოგიკაზეა გადასული და არა მოგების ლოგიკაზე უკრაინასთან და დიდწილად ჩვენი, ასე ვთქვათ, გადარჩენის პარადიგმა დაკავშირებულია უკრაინასთან და ევროპის ერთიანობასთან, რაც ასეც მოხდება, უბრალოდ აი ეს მომენტი რომ დადგება, ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენ არ უნდა გქონდეს ჩვენი, ასე ვთქვათ, ისტორიის ასე ვთქვათ, აი ეს დრო გამოტოვებული. ჩვენ უნდა შევხვდეთ აი ამ პროცესებს ძალიან მზად. და აი რუსთაველზე როდესაც ვლაპარაკობ, ისი თქმა მინდოდა, უბრალოდ ბევრი ამბობს რომ ვთქვათ რუსთაველზე რატო? არა, რუსთაველი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იმისათვის, რომ სიმბოლო გამოჩნდეს პროტესტის უწყვეტობისა. ეს ხალხი, რამდენი ხალხიც აქ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამისათვის. აი როდესაც მომენტი დადგება ხოლმე ხშირად, ისევ გამოდის და გამოვა და გამოდის ყოველთვის 10,000-ები, ეს არაფერს არ ნიშნავს. უბრალოდ ვიმეორებ, არის რაღაც გარკვეული ეტაპები, ზღვრული ეტაპები, სადაც საზოგადოებამ შეიძლება გააცნობიეროს, რომ რაღაცა სხვა არის მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ ჩვენ შევეჯახეთ აშკარა კრიმინალურ ძალას.
კრიმინალურ ძალას უმცირესობის და არა უმრავლესობის შეიარაღებულ თოფიან ხალხს, რომელიც ხალხს აწამებს, რომლებიც გაუპატიურების მუქარა იქნება ეს თუ სხვა შევეხეთ კლასიკურ ძალადობას შეიარაღებული ადამიანების. ოღონდ ჯგუფის რამდენიმე ასეულის და არა რამდენიმე ათასეულის და მით უმეტეს 10,000-ეულის. აი ეს ძალადობა ისინი ცდილობენ რომ ახლა ამ ძალადობრივ პარადიგმაში აღარ შევიდნენ რაღაც ეტაპი, იმიტომ რომ თვითონაც დაზიანდნენ ძალიან. თვითონაც პრობლემა აქვს, ამას ვერ უძლებს საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო და ვერ გაუძლებს თუნდაც ეს რუსული ხელისუფლება. ამიტომ ეს არ არის ადაპტაცია, ეს არის მოდიფიკაცია, მე ესე ვიტყოდი. არა ადაპტაცია, არამედ მოდიფიკაცია პროტესტის. ხვალინდელი დღეც ასეთი იქნება დარწმუნებული ვარ.